სოფელ მუკუზნის მედიათეკაში პროექტის სტუდენტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის გაიმართება. 14 ივნისს მაღალ არტერიული წნევის პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ კარდიოლოგ შორენე ჭუმბურიძის კონსულტაციით და ადგილზე ჩაიტარონ ელექტროკარდიოგრაფია. 15 ივნისს კი ჩატარდება გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული ტრენინგი. ეს პროექტი არის ორდღიანი ატარებს თბილისის სამედიცინო აკადემია მერიისა და ზოგადად გამგეობის დახმარებით და პროექტი მოიცავს 2 დღეს. მის ფარგლებში ჩატარდება პირველ დღეს მაღალი არტერიული წნევის ჰიპერტენზიის სკრინინგი, სადაც ასევე გვეყოლება კარდიოლოგი, რომელთანაც მოსული მოსახლეობა გაივლიან კონსულტაციას და ასევე გავუკეთდებათ ელექტროკარდიოგრამა. ხოლო მეორე დღეს 15-ში, უკვე 15-ზეა საუბარი, გვექნება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მინუჩოების სწავლება, რომელიც ზოგადად დაეხმარება მოსახლეობას, რომ აიმაღლონ ცნობიერება და უფრო მეტი გაიგონ ისეთი მინუჩოების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ნორმალში ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ, ესე ვთქვათ. ამიტომ 14 ივნისსა და 15 ივნისს იქნება პროექტი. პირველ დღეს უფრო ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ჰიპერტენზიის რისკი გავრცელების მიხედვით უფრო ველოდებით ზრდასრულ საზოგადოებას, მეორე დღეს კი ბავშვებიდან დაწყებული შეუძლია, რომ ყოველთვის მოვიდეს და შეისწავლოს გადაუდებელი უნარღვევები.